საღამო მშვიდობისა 2 საათიც და საქართველოში ახალი 2016 წელი შემოაბიჯებს. ტელეკომპანია გურჯაანის სტუდიაში ისეთივე განწყობა, როგორც თითოეული თქვენგანის ოჯახში. ამიტომ დღეს გამორჩეული და საახალწლო ემოციები დატვირთული საინფორმაციო გამოშვება მოვამზადეთ. ახალი წელი კახეთში და სადღესასწაულოდ მორთული ქალაქები. We won't go until we get some. We won't go until we get some. So bring some right here. ტელეკომპანია გურჯაანის სიუჟეტი BBC-ზე პოლიციიდან მოპარული ტელევიზორი, კვერცხების სროლა, ნაკურთხი პრემიები, სიუჟეტები, რომლებმაც სოციალურ ქსელებში დიდი პოპულარობა მოიპოვა. ეს მანქანა და ბატონის ზურაბი მოემსახურება უფასო ნებისმიერ მსურველს. ახმედებულ სამყაროში ყველაფერი ნაკურთხია აბსოლუტურად. ხუთი ტიტული და 5 რესპონდენტი. ტელეკომპანია გურჯაანის ნომინაცია 2015 წლის 5 გამორჩეული რესპონდენტი. როგორი სერტიფიკატია იციო, თან მიგითითებს, რომ წესიაც მოიქეციო და განწყობა ყოველთვის კაი ხასიათზე იყავიო. რა სარგებლობა მოაქვს მამალს? ჩინჩნა. აი საზოგადოებისთვის რა სარგებლობა მოაქვს? ის რაც ეთერით არ გასულა და ისიც რაც გავიდა და სიცილი მოგგვარად. უზე ვარ გაჭარხული. არც ფული უსამსახურო უფულო, რა ვიცი, უტანსაცმლო, უსახკარო. რომელი კანდიდატები იღებენ მონაწილეობას იცით? რატომ მადაბლებთ? გარს როცა შემოღებდა შენი სული არ დამხვდება. სიმღერა მე და შენ, რომელსაც ინტერნეტ სივრცეში უკვე 3 მილიონამდე ნახვა აქვს. თელაველი სოსო მიქელაძის პორტრეტი, როგორ გახდა მომღერალი ფსიქოლოგი, რომელიც ადამიანებს წარმატების საიდუმლოს ასწავლიდა. აუხდენელო წამოდაცმანება. როგორ აღნიშნავენ ახალ წელს ქართველი ემიგრანტები ჩართვა სამხრეთ ამერიკიდან, ულამაზესი პალმ-ბიჩიდან და პარიზიდან. გილოთა ახალ წელს გურჯაანი. გილოთა გურჯაანი. ახალი წელი კახეთში და სადღესასწაულოდ მორთული ქალაქები. რეგიონი ახალი წლის მოლოდინში აქ თავაზობთ კადრებს თუ როგორ გამოიყურება ახალი წლის ღამეს თელავი და გურჯაანი. ცოტა მოგვიანებით ახალ წელს მოგვილოცავს ვაჩნაძიანელი ემიგრანტი სამხრეთ ამერიკიდან, ულამაზესი სანაპირო პალმ-ბიჩიდან და პარიზიდან ჩაგურთვება სტუდენტი გვანცა ჩადუნელი, რომელიც მოგვიყვება როგორ აღნიშნავენ ახალ წელს საფრანგეთის დედაქალაქში.
ტელეკომპანია გურჯაანის სიუჟეტი BBC-ზე, პოლიციიდან მოპარული ტელევიზორი, კვერცხების სროლა, ნაკურთხი პრემიები. 2015 წელს ჩვენს ეთერში გასული ეს და სხვა სიუჟეტები განსაკუთრებული პოპულარულობით სარგებლობდა და მნახველების რეკორდული რაოდენობაც დააგროვა. დღეს ეთერ თეთრაძემ კიდევ ერთხელ გადახედა იმ სიუჟეტებს, რომლებმაც მაყურებელთა დიდი ინტერესი გამოიწვია. 2015 წელს ტელეკომპანია გურჯაანის ეთერში გასული სიუჟეტები პოპულარული არა მარტო ჩვენი ეთერით, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით გახდა. ჩვენი სიუჟეტით მსოფლიოში ისეთი ცნობილი ტელეკომპანიაც დაინტერესდა, როგორიცაა BBC. მათ ეთერში მოხდა მასალა სახელწოდებით გურჯაანში ლეიბორისტმა დეპუტატმა უფასო ტაქსაობა დაიწყო. დააბრძანდით, საით მიბრძანდებით, უფასოა. დააბრძანდით, წაგიყვანთ. ისე წაგიყვანთ უფასო. უფასო აგენახე დასხედით მეთქი როცა. პირველად გავიგე უფასო ტაქსი. ეს მანქანა და ბატონის ზურაბი მოემსახურება უფასოდ ნებისმიერ მსურველს. ბაზარი იქნება თუ სადაც იქნება მოყვანა მიაბრძანებს ადგილამდე. მართალია ამბავი რამდენიმე წლის წინ მოხდა, მაგრამ მთელმა საქართველომ დაიწყო საუბარი ტელეკომპანია გურჯაანის მიერ მომზადებულ სიუჟეტზე. თუ როგორ მოიპარა მამაკაცმა ტელევიზორი პოლიციის შენობიდან სერიალის აყურებლად. სერიალების მოყვარული მამაკაცი პოლიციის შენობისინ და აი ამ ქუჩაზე დაახლოებით დილის საათებში სეირნობდა, მან ტელევიზორის ხმა გაიგო, შევიდა განყოფილებაში, გამორთო და ისე წაიღო სახლში, რომ ეს პოლიციის თანამშრომლობა ვერ გაიგეს და ვერც მომავალში შეიტყობდნენ თავად ოჯახს ტელევიზორი რამდენიმე დღეში უკან რომ არ დაებრუნებინა. კარები ძრია იყო, იქეევე იყვნენ და გამოვიდალე მერე ისე უკან მივუწეთ სერიალს უყურე და ალია გადიოდა თუ რა გადიოდა არ ვიცი რა. გამო ვერც გაიგებდნენ თუ არ მეუტანდა. რა უნდა გაიგოთ, რა კაცშვილი დამნახავი არ იყო, რა უნდა გაიგოთ. სოციალურ ქსელში დიდი ინტერესი გამოიწვია სიუჟეტმა, რომელიც 12 წლის გოგონას გათხოვებას და 6 თვის ორსულის მიტოვებას ეხებოდა. მნახველთა რაოდენობამ რამდენიმე ათასს გადააჭარბა. პოპულარული გახდა სიუჟეტი, რომელიც გურჯაანის სასამართლოს შენობიდან 21 წლის ახალგაზრდის გაქცევას ეხებოდა. ასევე სოციალურ ქსელში ბევრი მნახველი ჰყავდა იმ სიუჟეტებს, რომელიც მევენახეების მიერ გურჯაანში გამართულ საპროტესტო აქციებს, გამგეობაში ნაციონალებისა და ქართული ოცნების დაპირისპირებას და კვერცხების სროლას ეხებოდა. და ბოლოს ნაკურთხი პრემიები იყო ის თემა, რომელსაც დიდ გამოხმაურებასთან ერთად ღიმილიც მოჰყვა. თუ საკრებულოს წევრების აზრით პრემია ნაკურთხია, ჩნდება კითხვა, მომავალშიც კვლავ გაგრძელებენ თუ არა მადლის მიღებასა და კურთხეული პრემიების დარიგებას. დღეს საკრებულოს წევრები პატრიარქის სახელით თავის გამართლებას ნანობენ, თუმცა თავმდაბლობით არ გამოირჩევიან და ამბობენ, რომ იგი პატიოსანი შრომით დაიმსახურეს და ეს მათთვის ყოველთვის კურთხეული იქნება. შრომა ნებისმიერი გარდა და რასამჯელო, რასაც ამ შრომას შეერევს ადამიანი, ეს არის ძალიან ჩვეულებრივი ამბავი და ეს ნაკურთხია. პატიოსნად მოპოვებული ფული ნაკურთხია ზაქარია ქაჩლიშვილისთვისაც, თუმცა იგი ბოდიშს იხდის. მე მინდოდა მეთქვა, რომ პატიოსანი შრომით ნაშოვი ერთი თეთრიც კი ნაკურთხია თქო. ბოდიშს მოუხდი, ჩემ პატრიარქის წინაშე ქეთს ვიხრი და ყველას ბოდიშს უხდი. თუ რაღაც ისე არ გამომივიდა ლამაზად. რას ქვია ნაკურთხი პრემია, რას ქვია ხა ძალიან ესეთი არასერიოზულია რა ეს ყველაფერი როგორ შეიძლება მაგაზე ამის კომენტარის გაკეთება. საერთოდ მართლმადიდებულ სამყაროში ყველაფერი ნაკურთხია აბსოლუტურად. მართალია საკრებულოს ზოგიერთი წევრის აზრით მიღებული ფულადი დანამატი დამსახურებული და კურთხეულია, თუმცა მართლმადიდებელ ეკლესიაში პრემია არავის უკურთხებია. დღეს საკრებულოს ხელმძღვანელობა ამბობს, რომ ამ წელს ეს ბოლო დანამატი იყო და ზოგიერთისთვის რაც არ უნდა კურთხეული იყოს, მეჯერ აღარ დაურიგებენ. ეს იყო იმ დასამახსოვრებელი და გამორჩეული ამბების მცირე ჩამონათვალი, რამაც 2015 წელს საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია და ეს ამბები მაყურებელმა ტელეკომპანია გურჯაანის ეთერში იხილა. 5 ტიტული და 5 რესპონდენტი ტელეკომპანია გურჯაანმა 2015 წლის გამორჩეული რესპონდენტები დაასახელა. საუკეთესო ყოველთვის მზად ინტერვიუსთვის, განწყობის, სასურველი და ყველაზე პასიური. ეს ტიტულები მათ იმის მიხედვით მიენიჭათ, თუ რამდენად აქტიურობდნენ ისინი ინტერვიუს მოცემისას.
რაიონის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, რომელიც უნდა პასუხობდეს ბევრ კითხვას, ყოველთვის თავს არიდებს ინტერვიუებს. ზოგჯერ დაკავებულია, ზოგჯერ კი ცუდად არის. ამიტომ მას გადაეცა სერტიფიკატი ტიტულით ყველაზე პასიური რესპონდენტი. რესპონდენტი, რომელიც შემთხვევით ხშირად ხვდება ტელეკომპანია გურჯაანის ობიექტივში და მზად არის შეფასებებისთვის, მას გადაეცა ჩვენი ტელევიზიისგან ყველაზე სასურველი რესპონდენტის ტიტული. ძალიან მოულოდნელი იყო და მე ერთ-ერთი ესე ვიტყოდი, რომ ეს იყო წინა საახალწლო აი შესანიშნავი სიურპრიზი ჩემთვის. მე ახლა შეიძლება ვთვლიდი, რომ კაი რესპონდენტი ვარ, მაგრამ ახლა ხუთეულში მოხვედრა ეს ცოტა ძალიან დიდი ეს არის მიშენლობის ჩემთვის. 2015 წელს ყოველთვის მზად იყო ტელეკომპანია გურჯაანისთვის ინტერვიუ მიეცა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზვიად ყვირალაშვეს. ამიტომ მას ჩვენგან გადაეცა სერტიფიკატი ტიტულით ყოველთვის მზად ინტერვიუსთვის. გურჯაანში ხალხის მიერ არჩეული გამგებელი კი ინტერვიუს მხოლოდ მაშინ იძლევა, როცა ხასიათზეა. ამიტომ მას გადაეცა ტელეკომპანია გურჯაანისგან სერტიფიკატი ტიტულით განწყობის რესპონდენტი. სასიამოვნო ტელევიზიიდან რაღაც სერტიფიკატს ვიღებ, მაგრამ თან ეს არის, იცი, როგორი სერტიფიკატია, იცი, თან მიგითითებს, რომ წესიაც მოიქეციო რა, განწყობაზე ყოველთვის კაი ხასიათზე იყავი. და კაია, იცი რა, ასაკის მიუხედავად ყველა მთელი ცხოვრება ვსწავლობთ რაღაცებს, ეგრეა. ეს ახლა რაღაცა პატარა ვისწავლე ახლა. და გაისაც პირდებს რომ უფრო კარგად მოვიქცე. მადლობა. რესპონდენტი, რომელიც ყოველთვის გამოირჩევა ინტელექტით, ნებისმიერ თემაზე აქვს ჩამოყალიბებული აზრი, გამოირჩევა დიდი იუმორის გრძნობით, არის არაორდინალური. ტელეკომპანია გურჯაანის სახელით 2015 წლის ყველაზე სასურველი და საუკეთესო რესპონდენტის ტიტული მიენიჭა მარინა ზარდიაშვილს. ნამდვილად მოულოდნელი იყო, იმიტომ რომ არ ვიცოდი თუ ესეთი პრიზები დაწესდა და ძალიან გამახარეთ. ძალიან მიყვარს ტელეკომპანია გურჯაანი. მართლა ხშირი რესპონდენტი ვარ, ალბათ იმიტომ რომ ძალიან მიყვარს, აქ ბევრი მეგობრები მყავს. ის რაც ეთერით არ გასულოდა, ისიც რაც გავიდა და სიცილი მოგგვარად. ტელეკომპანია გურჯაანის 2015 წლის არქივში საინტერესოდ მოსაუბრე რესპონდენტების ინტერვიუები მოვიძიეთ და გადავწყვეტეთ თვალი თქვენთან ერთად გადავავლოთ. რა სარგებლობა მოაქვს მამალს? ჩინჩნა. ახლა გამოდი და დადექი პოქრაში. აი საზოგადოებისთვის რა სარგებლობა მოაქვს? რატომ უნდა შევინახოთ ეს გაზეთი? რა სარგებლობა მოაქვს? გურჯაანს? რა სამობს გაზეთმა რა სარგებლობა უნდა მოგიტაროს? ფეხსაცმელში ხო ჩაიგდო? არა. უნდა გადაშალოს საიტით. კარგი ორიენტაცია. სახალხო განწყობა როგორია, როგორ ხდებით? ძალიან სასტიკი. რატო? რა ვიცი, უზე ვარ გაჭარხული. არც ფული უსამსახურო უფულო, რა ვიცი, უტანსაცმლო, უსახკარო. რომელი კანდიდატები იღებენ მონაწილეობას იცით? რატომ მადაბლებთ? რატომ მადაბლებთ? არჩევნებზე არ მიბრძანებით ოქტომბერში? მოდი რა შეფიშვი. რა ინტერესი გაქვს რომ დაედიხარ ახლა გურჯაანიდან ეგ დაედიხარ. სახლი გააკ, კარი გააკ. კაცი. იმიტომ არის გარყვნილი ყველაფერო კალი სამსახურებში ვარ. უნდა იყოს სასავე. ზუსტად დასვეს და მიმკურნალეს. შარდის ამბავი იყო რაღაც ესეთ რამეები და ეხლა დღეს კარგად თავარი. პატარა პრობლემა მქონდა და გამისწორეს რა. სიმღერა მე და შენ, რომელსაც ინტერნეტ სივრცეში უკვე 3 მილიონამდე ნახვა აქვს. მისი ავტორი თელოველი სოსო მიქელაძეა, რომელმაც როგორც თვითონ ამბობს, ამ სიმღერით საზოგადოებას საკუთარი ემოცია, მძაფრი მონატრება და მარადიული სიყვარული გაუზიარა. პროფესიით ფსიქოლოგი წლებია ტრენინგებს ატარებს და ადამიანებს წარმატების საიდუმლოს ასწავლის. სოსო მიქელაძის ნამღერი მე და შენ და მისი სამომავლო გეგმები ვერა იაშვილის სიუჟეტში. როცა შევაღებ და შენი სული არ დამხვდება არც შენი თვალები არც შენი ხელებზე ფერება
ერთი გრძნობით, ერთი სულით და გულით დაწერილ სიმღერას მე და შენ ინტერნეტ სივრცეში უკვე 3 მილიონამდე ნახვა აქვს. თელაველმა მომღერალმა სოსო მიქელაძემ საკუთარი ემოცია, ძაფრი მონატრება და მარადიული სიყვარული სხვებსაც გაუზიარა და სიმღერა მე და შენ მეოთხე თვეა მსმენელებისთვის საყვარელი ჰიტი გახდა. ეს სიმღერა დავწერე 2012 წლის მაისში, მაშინ მუშაობდი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ვიყავი რექტორის მრჩეველი, ძალიან კარგი პერიოდი იყო. ხელოვანი, რომელიც ცდილობს რომ კახა რაღაც გააკეთოს, ვაგროვებდი, ჩემ უბის წიგნაკში ვიწერდი რაღაცა ფრაზებს, შედარებებს, რომლებიც თავში მომდიოდა დაახლოებით 1-2-3 თვე. მახსოვს რომ ეს შეგროვების პერიოდი იყო. ვფიქრობ რომ ამ სიხალასემ, გულწრფელობამ, სილამაზემ და ამ დიდმა შრომამ, დიდმა ემოციურობამ სიმღერის მაინც თავისი გაიტანა და დღეს ამ ფაქტის მოწმეები ვართ, რომ სიმღერა სუპერჰიტად იქცა. გარს როცა შემაღებდა შენი სული არ დამხვდება არც შენი თვალები, არც შენი ხელებზე ფერება. სოციალურ ქსელში თუ გააქტიურდნენ თავანი? კი, სოციალურ ქსელში ძალიან დიდი ის არის შემოტევაა და კითხვები და ეს ალბათ ერთი ორტომეული დაიწერება იმდენი პოზიტიური ეს შეფასებები და კომენტარები. ძალიან სასიამოვნოა, თუმცა ამავდროულად მე ამას მარტო სიამოვნების კუთხით არ უყურებ, გრძნობ რომ დიდი პასუხისგებლობაც არის. პროფესიით ისტორიკოსი სოსო მიქელაძის ძირითადი პროფესია კი ფსიქოლოგობა. მთავარი შემოსავალიც სწორედ ამ პროფესიით აქვს. 2007 წლიდან პიროვნული განვითარების ტრენინგებს ატარებს და ადამიანებს ასწავლის თუ როგორ გახდნენ წარმატებულნი სხვადასხვა სფეროში. ბოლო წლებში საკმაოდ პოპულარულია ჩემთვის და საყვარელი მიმდინარეობა კონსალტინგი, ინდივიდუალური მუშაობა ცალკეულ ადამიანებთან. და მე აქცენტს გლობალურ პრობლემებზე ვაკეთებ. ჩვენთვის ქართველებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს ფსიქოთერაპიული გადალახვები, აი ეს მკვლელობები, ეს დაძალადობა, ეს ყველაფერი იმით არის გამოწვეული, რომ ფსიქიკა ადამიანს ვეღარ უძლებს და მას სჭირდება პრევენცია, მას სჭირდება პროფილაქტიკა და მე ვფიქრობ, რაც უფრო მეტი კარგი და არა ისე სახელდახელო ფსიქოთერაპევტი გვეყოლება, ჩვენი საზოგადოებისთვის ეს ძალიან დიდი სიმდიდრე და რესურსი იქნება. შემოქმედებითი და პროფესიული განვითარებისთვის სოსო მიქელაძე სამომავლო თელავის დატოვებას გეგმავს. დავრჩებოდი მაგალითად იმ შემთხვევაში თუ მეყოლებოდა არაჩვეულებრივი მაგალითად პროდიუსერი, მენეჯერი, რომელსაც ვეძებ, რომელიც ამ ჩემს სამიმართულებას, ფსიქოლოგიას, ლიტერატურულ საქმიანობას და მუსიკალურს ერთად გაერთიანდა, შეკრავდა და მე შემოთავაზებდა სხვადასხვა რაღაცა ეს გეგმა გრაფიკს, როდის რა უნდა გავაკეთოთ. 2015 წელს მომღერალი საუკეთესოდ აფასებს რამდენიმე თვეში მოთხრობების კრებულის გამოცემასაც აპირებს სახელწოდებით 12 ნოველა სიყვარულზე. თავადაც დასაოჯახებელია და სიყვარულის მოლოდინშია. 2016 წელსაც თაყვანისმცემლებს ახალი სიმღერით მარიამი თულოცავს. ახალ წელს გაუმარჯოს 2016 წელს. ისურვებთ წარმატებას, სიმართლეს, სინათლეს, ტკბილ სიყვარულს და დიდ გამარჯვებებს ჩვენს ქვეყანას. ქართულ ქედებზე ნეტარი დარია არც ვითაირაოს ფიქრიც ვერ ეხება მე შენ მიღვარხარ კალავარია აუხდენელო წამოდაძმანება საახალწლო სამზადისი ოჯახებში ჟურნალისტ ჟანა დიდებაშვილის საახალწლო სუფრას ხინკალი დაამშვენებს და სტუმრად მისულ შვილებსა და შვილიშვილებს გაუმასპინძლდება. ეს მათი ოჯახის ტრადიცია, რომელსაც ჟანა არც წელს დაარღვევს. ჟურნალისტმა ხინკალი ჩვენს გადამღებ ჯგუფთან ერთად მოამზადა და საიდუმლო რეცეპტიც გაგვიმხილა. დღესაც ხინკას რო ვაკეთებ, გონია რომ ჩემი ბავშვობის რაღაც ახალი წლისთვის როდესაც ვაკეთებ, ფიქრობ რომ ამით ბებიის ტრადიციას ვაგრძელებ. ხინკალი ჟურნალისტ ჟანა დიდებაშვილის საახალწლო სუფრაზე ტრადიციული კერძია. მას ხინკლის მომზადების საიდუმლო რეცეპტი აქვს. მისივე თქმით, ხინკალი გემრიელი რომ გამოვიდეს, აუცილებელია ცომი მკვრივი და კარგად მოზელილი იყოს. წვნიანი და უმწვანე ლოშიკ თავზე კი მთის ქონდარით შეკაზმული. პირველ რიგში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორ მოიზილება ცომი. უნდა იყოს ცომი მკვრივი, რომ მე არ ჩაიშალოს მდუღარე წყალში, როდესაც ჩაყრით. მე მაგალითად პირადად ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ესთეტიკას და მირჩევია რომ ხინკალის ერთი ცალის მოხოვას ცოტა მეტი დრო დაუთმო და ის იყოს ძალიან ლამაზი, ვიდრე ძალიან ჩქარ-ჩქარა მოვახვიო და შევხედავი ხინკალი გამოვიდეს. 1 2 3 4 როგორც ამბობენ, ხინკლის ღირსებად ითვლება მისი 19 ნაოჭი. მე შევესწრები დავეხმარო
ჟანას და გავაკეთო მთიულური ხინკალი, რომელსაც 19 თუ არა 18 ნაოჭი მაინც ექნება. ახალ წელს ხინკლის გაკეთების ტრადიცია დიდებაშვილების ოჯახში წლების განმავლობაში თაობებს გადაეცემოდა. ბუხარში სპილენძის ქვაბში ბებიის მიერ მომზადებული ხინკლის გემოს და სურნელს კი როგორც ამბობს დღემდე ვერ ივიწყებს და ბავშვობის ბედნიერ წლებს ახსენებს. ჩვენთან ტრადიცია იყო ასეთი, რომ ახალი წლის დილას როთენდებოდა, აი ეს რაღაცა სასიამოვნო ორთქლი შემოდიოდა ხოლმე საწოლოთაღში სამზარეულოდან, რომ მზადდებოდა იქ ხინკალი. ბებია ამას აკეთებდა ხის ხონჩაზე, ხის ამოსაღები დიდი სინითას იქონდა და ხინკალი იხარშებოდა არა გაზქურაზე, არამედ იხარშებოდა ბუხარში დამთებულ ცეცხლზე, რომელზეც იდგა დიდი სპილენძის ქვაბი და ეს ძალიან ლამაზად ჩამჩა ბავშვობაში. ხინკლის მომზადების საახალწლო ტრადიციას ჟანა არს ამჯერად დაარღვევს და 2016 წელს მასთან სტუმრად მისულ შვილებს და შვილიშვილებს ტრადიციულად ხინკლით გაუმასპინძლდება. ახალ წელს ბუნებრივია ყველა ველოდებით სტუმრებს, მე ჩემს შვილებს ველოდები, ჩემი ოჯახის წევრებს, ჩემს პატარა შვილიშვილებს ველოდები, ჩემი პატარა შვილიშვილებისთვის ხინკალიც მზად მაქვს, ყველაზე ძალიან მათ უყვართ და ასე რომ ხიარული და ბედნიერი ახალი წელი გვინდა რომ მქონდეს და ასეთივე მინდა ვუსურვო მთელ საქართველოს. მთავარი საახალწლო ღონისძიება გურჯაანში ჯგუფ ბანის სოლო კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა. წვიმიანი ამიდის გამო ღია ცის ქვეშ დაგეგმილი ღონისძიება კულტურის ცენტრში ჩატარდა და მას საკმაოდ ბევრი მაყურებელი დაესწრო. ბანის მომღერლებმა გურჯაანელებს საათნახევრიანი პროგრამა შესთავაზეს და არაჩვეულებრივი საახალწლო განწყობა შექმნეს. კონცერტი კულტურის ცენტრთან არსებულმა ანსამბლმა ხარებამ და ბიჭუნათა გუნდმა გურჯაანმა გახსნეს. ღონისძიებას მუნიციპალიტეტის გამგებელი და საკრებულოს თავმჯდომარე დაესწრნენ. მათ მოსახლეობას დამდეგი შობა ახალი წელი კიდევ ერთხელ მიულოცეს. გამგეობის ინფორმაციით სოლო კონცერტით გურჯაანის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მიერ დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებები დასრულდა. პირველ რიგში გურჯაანის მოსახლეობას ულოცავთ დამდეგ შობა ახალ წელს. ჩვენ ჩამოვიტანეთ ახალი პროგრამა, რომელსაც შევასრულებთ დაახლოებით საათნახევრიანი პროგრამა არის და ხალხი ძალიან ბევრია და ძალიან მოხარულები ვარ და მე ვესალმებით ამას. ძალიან მომწონს ბანი, გიზდები და სულ მისვენ სიმღერას მაგათი. ძალიან კარგია რომ ჩამოვიდე, მე პირადად ძალიან მიყვარს ეს გუნდი და სულ ამ გუნდის მუსიკებს ვისმენ ხოლმე და ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელით. სპეციალურად მოვიწვიეთ ჯგუფი ბანი. იმიტომ თქვენი ცნობა საკმაოდ პოპულარულია დღეს საქართველოში, ქართულ ახალგაზრდობას. ძალიან მოსწონს, უყვარს, მით უმეტეს რომ ანსამბლი ბანი არის იმ ქართული ტრადიციების გამგზელებელი, რაც დღეს ასე საჭიროა საქართველოში. არაფერი ჩავთვალეთ რომ მოეწონებოდა ჩვენს ახალგაზრდა მაყურებელს და მანდ თქვენ ხედავთ რომ დარბაზი სავსეა, გადაჭედილია და ხალხი კიდე გარეთ არის. მე მინდა მეულოცო გურჯაანის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებს და მთლიანი საქართველოს მაცხოვრებლებს მეულოცო ეს ახალი წლის დადგომა, უსულო ბედნიერება, სიკეთე, სიხარული, ჯანმრთელობა და ლამაზი სიცოცხლე. მინდა შევთხოვით ვისარგებლო და მეულოცო გურჯაანის მოსახლეობას დამდეგი შობა ახალი წელი, მინდა ყოფილიყო სხვავის, ბარაქის, წარმატებების და ჯანმრთელობის წელი ყველა ჩვენი მოქალაქისთვის და ასევე მინდა სრულიად საქართველოს მიულოცო დამდეგი შობა ახალი წელი. ახალი წლის აღნიშვნა სამწუხაროდ სხვა ქვეყანაში უწევთ ქართველ ემიგრანტებს, მაგრამ გულით ისინი მაინც საქართველოში არიან. ახლა სამხრეთ ამერიკიდან, ფლორიდის შტატიდან, კერძოდ კი ულამაზესი ფალმ ბიჩიდან ვაჩნაძიანელის ცისნამის საყვარლიშვილი გვერდთვება, მანამდე კი ვნახოთ მოლოცვები ფლორიდიდან, რომელიც ცისნამიმ ჩაწერა. გილოცა ახალ წელს გურჯაანი გილოცა ახალ წელს გურჯაანი here we go გილოცა გურჯაანი ცისნამი გამარჯობა, გილოცავ დამდეგ ახალ წელს, მართლაც ულამაზეს ადგილას იმყოფები, როგორ აღნიშნავ ახალ წელს?
პირადად მე პირველ რიგში მოგესალმებით, ძალიან მიყვარხართ ყველანი. ჩემი კუთხე კახეთი და მიყვარს ჩემი ქალაქი გურჯაანი, იმიტომ რომ მე გურჯაანიდან ვარ, სოფელი ვაშნაძიანიდან. ძალიან მიყვარხართ კახელებო, გურჯაანელებო, მოგიკითხავთ. გილოცავთ დამდეგ ახალ წელს, მინდა რომ ბედნიერი, გახარებული, გაბრწყინებული და სიყვარულით სავსე წელიწადი ყოფილიყოს თქვენთვის. და შემდეგ გადავგულახდე საუბარზე. მე მაგალითად ერთი თვია უკვე აქ ვარ ფლორიდის შტატში, სამხრეთ ამერიკაში, Palm Beach-ი, ასე ქვია ამ ულამაზეს ქალაქს, რომელიც ატლანტიკის ოკეანის სანაპიროზე მდებარეობს. ძალიან ცხელა, გამწარებული დეკემბერია ახლა და ჩვენთან ისე ცხელა, რომ მოკლეკლავიანებით დავდივართ და ხალხი პლიაჟზე ზაგარს იღებს. ანუ მე პირადად როგორ შევხვდები ახალ წელს ვერ გეტყვით, იმიტომ რომ აქ ბევრი ქართველი არ არის. პირადად ამ ქალაქში არავინ არ ცხოვრობს, მარტო ვარ. მუშაობ 31-ში და რა ვიცი, მარტო შევხვდები თუ როგორ არ ვიცი. მაგრამ ხალხი რა თქმა უნდა, უფრო როგორც ვიცი რა, აღნიშნავენ ესენი უფრო შობას. შობის დღეს, ანუ 25 დეკემბერს, მათთვის უფრო ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ არავინ არ მუშაობს მაგ დღისით. ახალი წლის 31-ში ყველაფერი ღია არის, მაღაზიებიც ყველა მუშაობს. შობა აღნიშნეს სანაპიროზე, ხალხი ბანაობდა, ცურაობდა. ახალ წელსაც ალბათ ვფიქრობ, რომ ასე აღნიშნავენ. არ ვიცი, იმიტომ რომ ჩემთვის პირველი ახალი წელია აქეთ, სამხრეთ ამერიკაში. მაგრამ იცით, ასე ვთქვათ, ძალიან უცნაურია, რომ ახალ წელს უხდება თოვლი, გაღუღუნებული ბუხარი, რაღაცა შეშის სუნი წვის დროს რო დგება და უცებ გამწარებული სიცხეა, მზე, ცხელი სანაპირო, ოკეანე, რაღაც უცნაურია ჩემთვის, რომ პირველი შემთხვევაა, რომ ახალ წელს შევხვდები ზაფხულის სეზონში. ცისნამი, რა ტრადიცია აქვს, როგორ ზეიმობენ ახალ წელს სამხრეთ ამერიკაში? თუ აქვს კონკრეტული კერძი, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს სუფრაზე? კი, მოგიყვებით ყველაფერს. პირველ რიგში მინდა აღნიშნო, რომ სამხრეთი ჩრდილოეთისგან განსხვავებით, ჩრდილოეთ ამერიკისგან განსხვავებით ძალიან თბილი მხარეა. არა მარტო იმით, რომ თბილა აქ და სულ ზაფხულია, არამედ იმითაც, რომ ადამიანები აქ ვინც ცხოვრობენ, ხალხი არის ძალიან თბილი. ნებისმიერ ადგილას, რაც არ უნდა შეხვიდეთ, ბანკში იქნება, სუპერმარკეტში, თუ უბრალო მაღაზიაში, ყველა გესალმება ასე. ბარბარიზმებს ვიხმარებ უკაცრავად. ჰანი, სვიტი, ანუ გამარჯობა, თბილო, საყვარელო, ყველა ასე მოგმართავს და მე გაკურებული ვიყავ, მე და ვიძახოდი ეს მართლა მე ვარ კარგი და მაგიტო მესალმებია თქო. ასე არის. რაც შეეხება საჩუქრების გადაცემას, აქ აქვს ასეთი ტრადიცია, Christmas Eve ქვია, ანუ შობის საღამო, შობის დამდეგი საღამო და მაშინ გადასცემენ ერთმანეთს საჩუქრებს, ანუ ეს არის წინა საახალწლო, წინა საშობაო სამზადისი და Christmas Eve რო დგება, ანუ შობის ღამე, მაშინ ნაძვის ხის ქვეშ ვდევთ ყველანაირი საჩუქრებით, ოჯახის წევრები იკრიბებიან ერთად მაგიდასთან. კერძებს რაც შეეხება, უყვართ ძალიან შემწვარი ინდაური, მაგრამ ინდაურს უფრო აკეთებენ მადლიერების დღისთვის. ეს არის Thanksgiving-ი, რომელიც ნოემბრის ბოლო ხუთშაბათს იმართება ხოლმე. ხოლო რაც შეეხება შობის სუფრაზე, მიირთმევენ ჰემ, ასე ქვია, ლორი, ანუ ქართულად ლორია მე მგონი, ღორის ხორცი არის, შებოლილი ღორის ხორცი, მაგას მიირთმევენ. კიდე ძალიან უყვართ კარტოფილი, mashed potatoes ეძახიან, ეს არის ჩვენ როგორც ქართულად არ მახსოვს რა ქვია, პიურე ქვია. არა, პიურე უყვართ ძალიან, ანუ როგორც ანტრე, ანუ ამ ხორცთან ერთად მიირთმევენ ხოლმე ამ პიურეს, პლუს კარტოფილ, კიდე სხვანაირად აკეთებენ კარტოფილს, კიდე უყვართ სტაფილო, სხვადასხვა ბოსტნეული, ტკბილეულზე გიждდებიან, რა ვიცი. მაგრამ მე უფრო იტალიელებთან ამაკ, იტალიელ ამერიკელებთან ამაკ ურთიერთობა და ნუ რა თქმა უნდა სუფრების და ყველაფერიც იტალიური კეთდება და უფრო მეტად იტალიურ სამზარეულოს ვეცნობი და ვიცი. ისე ამერიკული სამზარეულო რო გითხრათ, დიდად აღფრთოვანებული არა ვარ ამ ყველაფერს. ცისნამი, ახლა გეძლევა საშუალება მაქედან სამხრეთ ამერიკიდან მიულოცო ახალი წელი კახეთს, საქართველოს.
ესე იგი კიდევ ერთხელ მიულოცავ ჩემს კახეთს. მართლა ძალიან მიყვარს კახელები, იმიტომ რომ ყველაზე მშრომელი, ყველაზე საყვარელი, ყველაზე ერთგული და თან ძალიან მართალი ხალხი ვართ კახელები, მოგეთ. ჩვენ პირში ხო არაფერი არ ჩერდება, რასაც ვფიქრობთ, იმას ვიძახით და მართლა ძალიან მიყვარხარ კახეთო და მე მჯერა რომ აუცილებლად დავრუნდები საქართველოში, აუცილებლად კახეთიდან დავიწყებ ჩემი ქვეყნის აღორძინებას და თქვენი დახმარება მჭირდება, მინდა რომ თითოეული თქვენგანი გვერდში დამედგეთ, გურჯაანელებო, კახელებო და ერთად ავაშენოთ საქართველო. მინდა ჩემ შვილს, პატარა ირაკლი შიოლაშვილს მიულოცო დამდეგი შობა ახალი წელი და უთხრა რომ დედიკო ძალიან მიყვარხარ, გილოცავ ახალ წელს და მაპატიე რომ ამ ახალ წელსაც ერთად არა ვართ. სულ მალე ყველაფერი კარგად იქნება და ჩვენ ერთად ვიქნებით. კიდევ მინდა მიულოცო ჩემს საყვარელ დედიკოს და ჩემს ძმას ოთარ საყვარლიშვილს. თელ ჩემს სოფელს მოვიკითხა ვაჩნაძიანს, ჩემ მასწავლებლებს, ჩემ სკოლას და ყველას აბსოლუტურად ვისაც მე ვახსოვარ. ძალიან მიყვარხართ, ბედნიერი ახალი წელი საქართველო. დიდი მადლობა, გისურვებ რომ მომავალ ახალ წელს უკვე საქართველოში ოჯახთან ერთად შეხვედრილიყავი. თუ როგორ აღნიშნავენ ახალ წელს ევროპაში ულამაზეს ქალაქ პარიზში ახლა პარიზის ცენტრიდან გვანცად ჩადუნელი გვერდთვება. იგი პანთეონ ასასის უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის მაგისტრანტი, ასევე საფრანგეთის მთავრობის სტიპენდიანტი. გვანცად დიდი მადლობა რომ შენი საშუალებით ვნახეთ როგორია წინა სახალწლო განწყობა პარიზში. თავად როგორ ხვდები ახალ წელს პარიზში, ალბათ სტუდენტები ერთად აღნიშნავთ. მოგესალმებით პირველ რიგში. უცხოელი სტუდენტების ნაწილი დაბრუნდა თავის მშობლიურ ქვეყანაში, ხოლო ნაწილი, ვინც აქ დავრჩით, მათ შორის მეც, ჩვენ ალბათ ერთად შევიკრიბებით და ერთად აღნიშნავთ ახალ წელს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული სტუდენტები. გვანცა რა ღონისძიებებია დაგეგმილი ფრანგებს თუ აქვთ საახალწლო ტრადიცია და ასევე საინტერესოა როგორ გამოიყურება მათი საახალწლო სუფრა, რა კერძებით კბილეული არის აუცილებელი რომ მოამზადონ ახალი წლისთვის. ფრანგებისთვის შობად ახალი წელი არის უფრო ესეთი ოჯახური დღესასწაული, ტრადიციული, იკრიბებიან ოჯახებში, იმართება ოჯახური სადილები, ერთმანეთს ჩუქრიან საჩუქრებს, მისალოც ბარათებს და ერთი ესეთი ტრადიცია აქვთ, რომ ბუხარში აუცილებლად უნდა დაიწყოს საშობაო მორი და ამ ბუხრის გარშემო შეკრებილი ოჯახის წევრები, ასე ვთქვათ, არის მათთვის სიმბოლო, როგორც სიმყუდროვის და ოჯახური სიმშვიდის. და თუ მორწმუნე ფრანგებს სხვათა შორის მთელი წლის განმავლობაში ინახავენ ამ მორის ფერფლს და ამით მათ ჯერათ, რომ შეინარჩუნებენ მთელი წლის განმავლობაში, ესე იგი, ოჯახს და ოჯახს დაიცავენ ხარჯებისგან და რაღაცა მოულოდნელი უსიამოვნებებისაგან. რაც შეეხება სუფრას, აღნიშნეთ, რომ ფრანგული სუფრა არის ნამდვილად პომპეზური, საახალწლო და საშობაო. ტრადიციულ კერძებს, რაც შეეხება კი არის შემწვარი ინდაური წაბლით, ეს არის ტრადიციული საშობაო კერძი ფრანგებისთვის, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს სუფრაზე, ასევე ხამანწკები, ფრანგების ნაციონალური სიამაყე და ფუაგრა, რომელიც არის ბატის ღვიძლის პაშტეტი. ხოლო კბილეულს რაც შეეხება, მათ აქვთ რულეტის ფორმის ნამცხვარი, რომელსაც ხშირად აქვს ხის მორის გამოსახულება და მას რთავენ საშობაო სათამაშოებით და სხვა ატრიბუტებით. და თვითონ საფრანგეთის პროვინციებს და რაიონებს კიდევ აქვთ თავიანთი განსხვავებული ტრადიციები, მაგალითად პროვანსში არის ესეთი ტრადიცია, რომ სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს 13 სახეობის კბილეული, რაც განასახიერებს ქრისტეს და მის 12 მოწაფეს. რაც შეეხება პომპეზურობას, როგორც ამბობენ იმ მოვლენების და ტრაგედიის გამო, რაც 2 თვის წინ მოხდა პარიზში, წელს ნაკლებად პომპეზურად აღინიშნება ეს დღესასწაულები, თუმცა უნდა გითხრათ, რომ მაინც ძალიან ლამაზი არის პარიზი და იგრძნობა სადღესასწაულო განწყობა და სხვათა შორის არც ტურისტების ნაკლებობას განიცდის, ვინაიდან შობას მე ვიყავი გასული შანზელიზეს ავენიუზე და არც ერთ კაფეში და არც ერთ რესტორანში არ იყო თავისუფალი ადგილი, ყორიგები, ასე რომ მიუხედავად ყველაფრისა, საფრანგეთი
მაინც იზიდავს ტურისტებს. კვანცა, როგორი იყო 2015 წელი შენთვის? პირადად ჩემთვის 2015 წელი საკმაოდ წარმატებული იყო. ჩემი დიდი სოციალურმა ავიხდინე და მაგ ვარ. სწავლობ ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტში, საფრანგეთის ვერტმფრენებების ჯამაზე და საკმაოდ დადებითი იყო ყველაფრის მიუხედავად იმ ტრაგედიისა, რაც მოხდა 2 თვის წინ, რომელიც ყველამ განიცადა საფრანგეთის მოქალაქემაც, ტურისტმაც და უცხო ქვეყნის მოქალაქემაც და სხვა მხრივ დადებითად შევაფასებ. 2015 წელს მადლობას მოვხდი და ვისარგებლებ შემთხვევით და თქვენ და სულ საქართველოს მიულოთ ახალ წელს, ჯანმრთელობა, ბედნიერება და ბევრი წარმატება მოეტანოს 2016 წელს. Joyeux Noël! დიდი მადლობა პარიზის ცენტრიდან ახალი წელი მოგვილოცა სტუდენტმა გვანცა ჩადუნელმა. იგი პანთეონ ასასის უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის მაგისტრანტია. ახალი 2016 ჰოროსკოპის მიხედვით წითელი მაიმუნის წელია. ასტროლოგები გვაიმედებენ, რომ ამ წლისგან ნეგატიურს არაფერს უნდა ველოდეთ და პირიქით, ცვლილებები უკეთესობისკენ იქნება. ზოდიაქოს ნიშნების უმეტესობისთვის 2016 წლის ჰოროსკოპი პოზიტიურია და თუ ჩვენს დაავეხმარებით, მაიმუნი აუცილებლად დაგვეხმარება სურვილის შესრულებაში. ითვლება, რომ წითელი მაიმუნი ხელოვანი, აქვს ექსცენტრიული ხასიათი და ასევე ძლიერი ინტუიცია. იმ კადრებითაც თუ მივსჯელებთ, რომელიც ეთერით გადის, დავწუნდებით, რომ მაიმუნი ერთ-ერთი საინტერესო ცხოველია დედამიწის ზურგზე. The silly games we play, the dirty words we say, it's just so cool, the crazy things we do. I love the way we jam the jam, and how we bam, lamb, the stupid rules we break, the frenzied love we make, it's just so cool, the crazy things we do. Dum da dum dee dum dum da dum dee dum dum da dum dee dum dum. Yeah. Dum da dum dee dum dum da dum dee dum dum da dum dee dum dum. 112 სახალისო ზარები გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრმა წლის განმავლობაში განხორციელებული ყველაზე სახალისო ზარები გამოაქვეყნა. გადაუდებელი შემთხვევების გარდა კიდევ რა სახის ზარები ისმის 112-ში მოვისმინოთ აუდიო ჩანაწერი. 112 გისმენ. გამარჯობა, დავაზე წარი. მადლობ თქვენც ასევე გისმენთ. კანოჩე, დიღომში გვაქვს მაგარი ფარტი და თუ მოყვართ მაგრა გაასწოროს. კარგით ბატონო, მადლობ, ჩვენ მუშაობთ, ვერ მოვალთ. კარგად ჯანდაბად, სასიამოვნო ღამეს გისურვებთ. კაი გოგო ხარ. გათხოვილი ხარ? არა, ქალბატონო, არა ქალბატონო. რა ხნისა ხარ? ქალბატონო, სამწუხაროდ, მე ამის თქვის უფლება არ მაქვს. მიმდინარე ზარებს უნდა ვუპასუხოთ, მშვიდობიან დღეს გისურვოთ, უკაცრავად. მე გასწავლი კაცო რაღაცას. ცუდი კი არ არის, ჯადუ არ არის, არაფერი არ არის. მესმის ქალბატონო. მისმინე, შენ ხელში რაც მოხვდება ძაფი, მარყუჟის სახით, ის უნდა გახსნა უმაღლესად, არ უნდა გაჭრა. გამიგი? კარგით ქალბატონო. გინდა ბამბანერკა იყოს, გინდა სხვადასხვა საქსოვი ძაფები, უმაღლესად ნემსის წვერით გახსენი, მეტი არაფერი. კაი ბედნიერი მოგწესრიგეთ. გმადლობთ, მშვიდობიან დღეს გისურვებთ ქალბატონო. 112 გისმენთ. მანდ გამარჯობა. გამარჯობათ გისმენთ ბატონო. სააკადის მოედანზე ვდგევარ ავტოსაგზაო შემთხვევა უკნიდან ტაქსის ხოლმა დამატყვა. დაშავებული არის ბატონო. ზეგთან ვდგევარ. დაშავებული არა, არის. მანქანაა დაშავებული. ნომერი შეგიძლიათ მითხრათ? ჩემი? თქვენი მანქანის ნომერი.
კი ბატონო. ელი ტე. ელი. ლავრენტი ტრუსიკი. 112 გისმენთ? ალო. დიახ. სასტრაფოა. დიახ, გამოძახება გნებავთ? დიახ. რომელი ქალაქია? რომელი საათია? მიდი გაიგე. საათი. 7:09. რომელი ქალაქია, ქალბატონო? რომელი საათია, ბიჭო, დაიდი. 7:09. ქალაქი რომელია, ქალაქი? ქალაქი ხაშურია, ხაშური. 112 გისმენთ? ალო, გისმენთ. გამარჯობათ. უკაცრავად გაწუხავთ. თუ შეიძლება ფასიანი ტაქსის ნომერი თუ იცით? უფასო ტაქსი არის რომელიმე? 112 გისმენთ? მადლობა ღმერთს რომ ისნეჩილო. გამარჯობათ გისმენთ. დიახ. დედოფალი მომავალი საქართველოსი. არა მაქვს პრობლემა. დიახ. მე ხალხის პრობლემა მაქვს. ნახე რა ხდება. ერთადერთი ვინცაც დღეს მისმენთ, თქვენ ახალ გენაცვალენ. მე ხალხის ბედი მაინტერესებს. კარგით, ხალბატონო, ერთი წუთით ამ ეტაპზე ჩვენი დახმარება ხომ არ გჭირდებათ? სასტრაფო, დახმარება იქ არ მომისმინეთ. თქვენ მარტო გაინტერესებთ. და საქართველოს ბედი არა. წინასწარმეტყველებები არ შედის ჩვენს კომპეტენციაში სამწუხაროდ. შვილო, მაშინ ღმერთმა დაგლოცოთ. დიდი მადლობა თქვენც ასევე, დაგემშვიდობებ. 112 გისმენთ? გამარჯობა, სასტრაფოს გამოძახება. გამარჯობა, საიდან გვიკავშირდებით ბატონო? მობილურიდან. 112 გისმენთ? რა ხდება ისე? უცხოურმა კრაზანამ მიკბენა და სასიშიაო და უცხოური კრაზანა რას ნიშნავს ბატონო? ვაი ადრე ტელევიზორში რაღაც კრაზანები იყო შემოსული და როკბესო კაცაკლავს. და როგორია ეს უცხოური კრაზანა ბატონო? ხა, სპიჩკაში ხა, მაკა დიდი არის. ათავს როგორ გძნობთ ბატონო? მაღვენებს. რა გჭირთ? მაღვენებს კლუბი. ბატონო, სასტრაფო გამოსულია თქვენი მისამართით, უბრალოდ ვაზუსტებ ინფორმაციას და ეს მაღონებს რას ნიშნავს ბატონო? კნესის რავი გამომტეხავ. ანუ გაგვთ შეშუპება და კიდევ? შეშუპება მაქვს და ცოტა ტეხიარობაა. ტეხიარობა რა არის ბატონო? ანუ რას გრძნობთ ეს? კნესის რა ვიცი. ალო, 112 გილოცავთ ახალ წელს. ახალი წელი მსოფლიოში, სანამ ჩვენ ახალი წლის მოსვლას ველოდებით, დღესასწაული უკვე იზეიმეს სამოაში, ახალ ზელანდიასა და შობის კუნძულზე. ახალ ზელანდიაში ახალი წლის დადგომა ფეიერკეის შოუთ აღნიშნეს. ყოველწლიურად განსაკუთრებული საახალწლო ტრადიცია აქვს ნიუ-იორკში. მოსახლეობა დღესასწაულს Times Square-ზე ხვდება, სადაც მაღალი შენობიდან რამის ტონამდე კანფეტებს ყრიან. ეს არის ყველაზე ლამაზი ტკბილეული წვიმა მსოფლიოში. კალიფორნიის ქალაქ პასადენაში კი, როგორც წესი, საახალწლო ტრადიციული ვარდების აღლუმი იმართება. ამ დღეს ქალაქის მთავარ ქუჩაზე კოსტუმირებული მოზეიმები, ყვავილებით და საზეიმო დეკორაციებით გაფორმებული მოძრავი პოდიუმები დადიან. სადღესასწაულო ფეიერკები კი ეს ყველა ქვეყნის დამახასიათებელი ნიუანსია, თუმცა წელს ნიუ-იორკში, პარიზსა და ბრიუსელში საფრთხის გამო საახალწლო ფეიერკები გაუქმეს. ბოლო ქვეყანა მსოფლიოში, სადაც ახალი 2016 წელი დადგება, ეს პერუა. festivities. მოდა 2016 მომავალ წელს შავი ფერი ისევ აქტუალურია, ასევე დომინირებს თეთრი, შავ-თეთრი, ლურჯი და წითელი ფერები. წელს ცნობილმა დიზაინერებმა ჩვენებებზე შემოდგომა ზამთრის კოლექცია უკვე წარმოადგინეს. ნახოთ, რას გთავაზობენ ისინი. პრადა უხეში ქსოვილი, შარვალი, პიჯაკი და დაბალქუსლიანი სპორტული ფეხსაცმელი, ბაფთები და ყვავილის ფორმის გულსაბნევები, რაც ვფიქრობთ მართლაც ეფექტურია. ვალენტინო 2015-2016 წლის კოლექციებში ღია ფერები იგრძნობა, მოდაშია მოკლე, ასევე გრძელი, ქვედა ბოლოები და გრძელი მოსაცმელი. ორნამენტად ყვავილები არის გამოყენებული. ტანსაცმელი ძირითადად ჭრელად და შავ ფერებშია, აქტუალურია ბეწვის ქურქებიც. Calvin Klein's ზამთრის კოლექციაში წარმოდგენილია ნაქსოვი ტანსაცმელი, გრძელი კაბები და სამკუთხედი შარვლები, ტყავის ფაქტურით გაფორმებული პიჯაკები და გრძელი პალტოები. რაც შეეხება Dolce Gabbana's კოლექციაზე წარმოდგენილი იყო როგორც შავი, ასევე ფერადი საღამოს კაბები, ასევე ტყავით და ბეწვით გაწყობილი ქურთუკები.
კრისტიანო რონალდუს მუსიკალური ვიდეორგოლი მატარებელი სტადიონზე და არაერთი სხვა სახალისო ეპიზოდი ერთ ვიდეორგოლში ევრონიუსმა შეკრიბა. Merry Christmas, guys. 2015 წლის ბოლო ახალი ამბები მე ნინო სამნიაშვილმა გაგაცანით და გემშვიდობებით მომავალ წლამდე. 2016 წლის ორშაბათ დღეს ახალი ენერგიით და განწყობით ისევ გაგაცნობთ რა მოხდა მნიშვნელოვანი კახეთში, საქართველოსა და მსოფლიოში. ბედნიერი ახალი წელი ნახვამდის.